მოგესალმებით, ეს არის Raymond Roots აკაპელა ბეთლი, ეს არის სეზონის გარე ბეთლი, სადაც Biggest და ატო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. როგორც ყველგან და ყოველთვის და მარაჯამ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. Yo. ჟიურიში გროტესკი. დოკი. და რა თქმა უნდა პელემ ისევ გადაგვაგდო. ასე რომ მე დიჩი. ოკეი. ვინ იწყებს? მე. პირველი რაუნდი ატო. Raymond Roots community chat-ში მოდის voice. თურმე წინა ბედზე ყველაზე ცუდი მე ვიყავი. ჩემი სეტაპები გადამარტყეს და დონე ვერ დავდე. მაგრამ ახლა თქვენი დაამუღამებთ რა ხდებოდა back to back-ზე ან back to back-ამდე. თემა ასეთია. მოგვეცა შანსი წავიდეთ რეპ კრიმინალზე თან დიჩი მოგცა ნაკოლი. დაჟი არ ვჭირდება ნიღბები გავხსნათ, კარი ვასხათ ნაპორით, ჩვენივე თავის გვჯეროდეთ, ჩვენივე თამასა ავწიოთ, სტიჩის წავართვათ, ჰაიპი და დოკის ნული გავწიოთ. მაგრამ ნახარო არ გამოვიდა არაფერი ამ თემიდან. პაძენიკი ყლეზე დამიკიდა ალბათ აქამდე ცეკიდა. დაიწყო ჩემი ჩაძირვა მოარტყა პროჭული რეჩიდან, ადვოკატთან ერთად წერა დაიწყო და პასტა ვერ გააგდო ხელიდან. არ გეგონოთ რომ მე მინდა რამე ისე ვთქვა, როგორც არ იყო. უბრალოდ ერთ მარტივ კითხვას გისვავ, ქუთაისელო არიფო. მე ამას კი მალე დავივიწყებ. ჩემი ტვინი დიდხანს არ მოცდება, მაგრამ კარგად დაფიქრდი, სადაც საჭიროა ეს ამბავი იქ რო გაბაზდეს, რაც გიპასუხებ შენი ქუთაისი და ვინ როგორი კაცი გამოჩდება. მაგრამ ბიჭო, კაცობა და შენ როგორც ხურმა და ვირია. არ დაიწყო ყლეობების ზახილი, რადგან ხო გახსოვს უპრაგონოდ ვინები ყვირიან. ტიპა დამითვალა, ვინ რამდენით მეტი ფოტო გადაიღო მასთან. ვინ ამდენჯერ დაწერა ჩემზე ცუდი კომენტარი. მე ეგ თემები მაგარი ყლეზე მკიდია. შეხარ კაცი, რომელიც ჰაიპის გამო სულს გაყიდის. ამიტომ ჩემი თავმოყარეობა შენს წონაზე ბევრად დიდია. ერთი ხმაური. ჩემი ფიქრების 100% ცუდია და 99% პრობლემა შენზეა. გამყიდე, თუმცა იუდა კი არა, პროსტა ლეღვი ხარ, მაგრამ შენი ადგილი მაინც ხეზეა. ვინც არ იცის წინა ბეთლზე წინა ბეთლში მარტო იმიტომ მოხვდა რომ კილას არ ეცალა. შეძალით მორამსავე ყლექალა. მადლობა თქვი რომ შენაირი ატომ გვერდით დაისვა, თორე შენი ერთფეროვანი სტილი და ქალაქით ბლატაობა არ გაიშვას. ტიპი დაბადებულია იმისთვის რომ პროპელერი ეკეთოს და ყლებავშვების ჩაისვას. ტიპი დაბადებულია იმისთვის რომ პროპელერი ეკეთოს და ყლებავშვების ჩაისვას. შენაირ ბარეულს ატო ჯიბეში ჩაისვავს თან ისე რომ მიქსელს ვაფშე არ ჩაიცვამს. მერე ადგა თავისნაირი იპოვა და ჩემთან და კილასთან გადაწყვიტა ბეთლი. არ გეგონოთ მომერიდება სათქმელს სერგისაც ვეტყვი. აქ არ არის ხო? ოკეი. მე და კილა დაგთანხმდით ბეთლზე, თუმცა შენი პასუხი იყო ფული თუ არ იქნება ვერო. ეს ბეთლებში სასია, თავიდან კარგად იცავდა და ბოლოს მაყუძე დაახურდავა სფერო. ტიპი იმენა ბუკეტია. ნელა ბროსკი ბოღმან ბიგესასავით არ გაგაცუქოს. ვეკილას თავი გროტას კაგონია, ფული თუ არ ურეკავს არ პასუხობს. რაც შეგეხება შენ, მე არ ვაპირებ რომ რამე დაუმტკიცო ამ ხალხს. ისედაც ყველა ნახავს რომ ატო გესლავს ამ ძმას თითქოს გველი არის და ჩემი რადარი ამ სექტორს ხაზავს როგორც ღაზას და არ დაგავიწყდეს რომ ვარ ისრაელიანი. ამ ბეთლის მერე ველოდები როგორ იმართლებ თავს, ვის რა შეუძლია სიმართლე თქვას, მანახე დონეს ვინ დადებს მსგავს და თუ შიში და მანახე დონეს ვინ დადებს მსგავს და თუ შენიღბავ შენს ნაბოზარ სულს, შიში მაინც დაგეტყობა თვალებში როგორც ირანელ ქალს. წინა ბეთლზე კაცი გადისე იმის გამო რომ გითხრა როგორ არ უნდა გაგერეპა. ისე რა საჭირო იყო ეს დისები მოვაგვარებდი შეჩემა დაგერეკა. მარა სანდრო, ბეთლ რეპის აღმაშენებელს რო დისავდი, რატო ღელავდი? ქუთაისელმა კაცმა როგორ დაივიწყა რომ ამ ინდუსტრიის შენება დაიწყო გელათი. ალბათ მიხვდა რომ ლუზერია და პროსტა ჰაიპი აკლია. ეგონა რეპის დინოზავრს დისი თუ დაატყობდა კვალს, ამითი ხალხი მარტივი მოსათაფლია. მარა შენს ვერსებს ყვერები აკლია. წინაზე რაც ორმა დაგაკლო, დღეს უნდა აგინაზღაურო ერთმა. სუსტად შენაირების გამოა რომ ადრე ქუთაის კუტაია ერქვა. შენაირები ჯეორებსაც ვერ აკეთებენ. ყვილა დაამძიმე პლანეტა. შენაირები უსმენენ მეტკონის ბეგინს და გონიათ სასპექტა.
ზეპირად ვიცი შენაირების ანკეტა. შენაირეს fast flow გონიათ, ფანჩი კი არა, ბომბა რაკეტა. და ეს რატო თქვი რა? მაიკ დროპის გადაღებამდე წავიდა ბაზარი. ვინ ვის მოუგებს, ვინ არის ყველაზე მაგარი? ბიგესა მოდის გურამას დაერხა Frost მაგარი flow აქვს, მეთქი შანსი არ არის. დაიწყო ბეთლი აის აეს დაუდგა უკან და დაიჭირა ეგრევე გურამას ბაბა იყანაი. ალბათ მაგიტო გიკეთია ბრეკეტები რომ ვერასდროს აჭერ კბილს შენ ხარ ამ სფეროში აუთქას მე so fresh so clean ხოდა მოვედი რომ განახო მთელი ეს დრო რაც მაქვს გულში წინა ბეთლზე მივხვდი რატო დაირქვი ბიგი რადგან ჩვენი ორის ტექსტში მარტო შენი ფართი იყო bullshit ხოდა თუ არ გინდა რასაც ვამბობ თელმა ქვეყანამ გაიგოს არ დავჯერდები not so bad ამიტომ შენ რაუნდში ველოდები ემინები დაიდოს მაგრამ flow face-ზე გამოჩნდა რომ არ გაქვს ეგ ჩვევა მორჩა ბეთლები კოკლიანი გამოდის სცენაზე და ეს ჩემისა მეკითხება აგი ვინაა შეჩემა რო აუხსენი დამცინა მეთქი დედამიწა ამდე ყლეს როგორ იტევს ზურიკოს მოსმენის გამო დამაჯვა ტიპმა რომელიც ტრეკში იძახის ვიღებამ ბიფებს და პირში ვაძლევ მილფებს პახოდუ განგსტერის როლს ირგებს პახოდუ ამას სამი კაცი საქართველოს ბანკის ფონზე ბაზრობს მეთქი ეს რა არის პიზდეც ამდე ყლეობას როგორ აძრობს მაგრამ მე დავფიქრდი და მივხვდი რომ ლოგიკურია ბანკის ფონი რადგან ჩვენი ბეთლიდან გამომჩა ერთი მომენტი ტიპს ტექსტი ჩაუგდე სამომხმარებლო თვითონ იბაზრა დაიწერა პლუსები არადა ჩემი იყო ეფექტური 99% კიდევ ერთი რაღაცაა ლოგიკური. შენ და ვექილა რო დაძმაკაცდი და ჩემ გადისვას ერთად შეებით, რადგან შენ ხარ ტიპი, რომელიც ბანკის წინ რეპავს, ის კიდე ტიპი, რომელმაც დაიცვა მევახშეები. რაუნდი. პირველი რაუნდი ბიგეს. Короче, ასე გადაწდა რომ ეს ჩემი მეოთხე ბეთლია. ორიც მარტო მქონდა, ერთიც 2-2-ზე დაატო ჩემი მეხუთე მსხვერპლია. ამ დროის განმავლობაში დავაგროვე გამოცდილება და ვისწავლე თესლა წერა, შევედი პრაიმში და მაშინ გადაწყვიტა ჩემი გამოწვევა. დარწმუნებული ვარ, დღეს გექნება უამრავი შუტკა და ამაზე კრაუდი იცინებს. ხოლო ჩემი მოსმენისას ყველა შეეცოდები და იტირებს. დღეს ვიქნები მწარე როგორც მონტანა, ამიტომ დავიკიდე ხუმრობები და გადავწყვიტე მწარე თემების მოტანა. ასეთ სტილში უნდა მეცადა, მოგებას ვერავინ შეირგებს. ნაკლები სეტაპი, ნაკლები wordplay ვიყენებ ფანჩებს და storytelling-ებს. ატოზე რაღაცებს მოყვები და მინდა რომ ყველამ გაიგოს. ეს არის 29 წლის უცოლშვილო უმუშევარი სომეხი, რომელიც ქართველობას იბრალებს და ემსების თავებზე ნადირობს. ყველა მიცის რომ ბეთლი თვითონ შემომთავაზა. ძმაკაცთან ამას არ ვიფიქრებდი. არტურ შენნაირი ცხოვრება რომ მქონდეს ბეთლაობას ხალეზე დავიკიდებდი. 6 ლარიანი ქემელი რომ მოწიოს მუდამ სვიაზებს იძიებს. ღამე რომ მოშივ 6 ლარიანი ქემელი რომ მოწიოს მუდამ სვიაზებს იძიებს. ღამე რომ მოშივდება პურის ფული არა აქ და იძინებს. მუდამ სხვის ხარჯზე ცხოვრობდა ვალის დაბრუნების დროსაც ამეტებ. შენ ხარ სხვისი დახმარების გარეშე ვერაფერს აკეთებ. სომხობაზდეს დაქცინიან. ატო იძახისო ქართველია და არ ნებდება. ძმაკაც რომ მოწყურდეს წყალს არ დაალევინებ, იმიტომ რომ მაგის ფული არ გექნება. ამის ცხოვრების მიზანია კაუნტერი თესლად იყომაროს და იფუშაოს. აბაყა ლეხო არ არის 29 წლის კაცმა ტრაკი აწიოს და იმუშაოს. პირველი ბეთლივით ფრეში გამოვალ. არ გეგონო სული ბერდება. დღეს ჩემი თავი ავად მგონია, რადგან რო გიყურებ გული მერევა. ეს ყველასთვის ტრაგედიაა, სასაცილოა ვისთვის. მე კი არ უნდა გიხსნიდი ამ ხელა ბიჭი, შენით უნდა გძნობდე უმუშევრობის გამო სირცხვილს. ატო რაუნდები თავისი ჩაჯმების გადაფარვას ეცდება, მაგრამ როცა შვილი ჩუპაჩუპს ხავს და ვერ უყიდი შენი ცხოვრების მაშინ შეგწყვება. პროჭი რო ხარ მაგას არ ჭირდება დაკვირვება. უბრალო ხალხიც ამჩნევენ, მაგრად უნდა გიტყდებოდეს ამ ხელაკაცო ძმაკაცები გარჩენენ. ელემენტარულ ფულს რო შოულობდი მხოლოდ 13-ის ვიყავი, პირში უნდა ჩაგათესლო იქნებ, ეგრე მაინც კონდეს პირადი ინკამი. მინდა ერთ თემას შევეხო და აგიხსნათ ამის ქცევები. მინდა ატოს გავახსენო მისი ცხოვრების ყველაზე დიდი გრეხები. კაროჩე ტვინი რო არ მოვტყნა ამბის მოყოლა, მოკლედ ვარჩიე. ჩემთან ბრატობა რო დაიწყო, სრაზუ პროჭობას გადავაჩვიე. პადელნიკის გამოწვევა ბოზურია, მაგა შენ თვითონ იძახი და სომეხო ყველამ კარგად იცის რომ ჩვენ ორ შორის ბოზურამეს მე არ ვიზამდი. მით უმეტეს თუ ძმაკაცურს ეხება საქმე, ქუთაისია ხაზე და ჩემ ქალაქში ყელს გამოჭრიან ვინმე ცუცუ იტყვის ჩემ ძმაზე და შენ რაც გასწავლა შენმა ქვეყანამ, შენმა ქალაქმა და შენმა კაცობამ, მაგას მეც კარგად ხედავ და ვიცი პრობლემა რომ არ გექნება, ამიტომ გაიგოს ყველამ. თაწმინდაზე BDM-ის ბიჭებთან თემა მოგვიწია. ატო იჯდა და ერთ-ერთი მათგანი ცოტა ახლოს მოიწია. კაროჩე არტურას სრაზუ წამოხდა ხელების ქნევა დაიწყო. კაროჩე თემა გაგრძელდა და ახლა მოყვები მეორე დღეს ბრატ რაც იყო. მე ჩემს ძმაკაცურს გამოვხატავ, მეთქი მე მოგიგვარებ თემას, ყურებს დავაჭრი, ვინც ამეს ამეტებს. ატო მეუბნება თუ ბევრნი იყვნენ დარეკე და კაუნტერის თამაშს აგრძელებს.
და ვფიქრობდი გამომეტანა თუ არა ეს ინფორმაცია რაუნდებში, რომ მიუდა ვერცხლზე მაინც გაიყიდა და შენ ძმაკაცებს ვსვლი კაუნთერში. არა და შეიძლება თქვას, რომ ძმაკაცების ჭირი ზურგით გადააქ. ერთადერთი ხარ, ვინც ტრეიდინგის ოსტატია, მაგრამ ფულის საერთოდ არა აქვს. 29 წლის კაცი ხელს იქნევ ქუჩაში და შენი ხელის გაქნევა ჩემი ასახსნელია. ვინც გეძმაკაცება ამბობს უმუშევარი სომეხი ყალეა, მაგრამ საყვარელია. ჩემი ძმაკაცური სწორია და მაგისთვის სიცოცხლესაც გავწირავდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იგივე რომ დამჭირვებოდა არტურ შენ მაგას უბრალოდ არიზამდი. იგივე კამანდასა სხვა თემების ტრიალდება და ისე ვატოსთან ვრეკავ. 29 წლის კაც შენს თემაზე გამოდი მეთქვი, კერავ, ტიპს ზურსუკა ლანძღავენ. ეს კაუნტერს ყომარობს და ვერავინ ვერ ამარცხებს. გამოდი მეთქი შენი თემაა თქო და მეუბნება რომ პრავის პრაქტიკის გაკვეთილს ვერ გააცდენს. აქ მივხვდი რომ მაგარით შემორიხარ და დავასკვენი თემა რაშია. მე ვარ კუ და შენ მორიელი მღალატობ, რადგან ეს შენს ბუნებაშია. შენ რო გადაკოცრო შეჩემა დახრა მომიწევს კოჩთან. დღეს მე ვარ მართლა ტრაკი, რადგან ძალიან ახლოს ვარ პროჩთან. თუ არ შენ თვითონ თუ არ გწხვენია მე რო შენ თემებზე დავრბივარ მაგდოს კლავიატურასთან ჩმორივით როზი ხარ. თუ პადელნიკის გამოწვევა ბოზურია გეტყვი რომ უკვე ერთვეზე მეტია ბოზი ხარ. რიდლერი შეტევას გადავრჩი და მერგომე მისი ძალაც. შენ მოსაგებად ხოლოდ ფრისტაილ არ დამჭირდება პასტაც. შენ ხარ ჩასაფრებული და გადასული ხარ კმენაზე. დღეს ვარ ჰარი პოტერი და გუელს ველაპარაკები თავის ენაზე. ქართველია თუ სომეხი ვერ გადაწყვეტე ხარ არტურ ვისიანი. შენ გაიჩნდე ჰერმიონი, რადგან ხარ ყველაზე უფრო ბინძურსისხლიანი. ერთი ხმაური გეხვეწებით? გავიჭედე ერთიც. Короче, ჩემი. ოკეი, ბოდიში მეგობრებო, ყველას ძალიან დიდი. შენ გაიჩნდე ჰერმიონი, რადგან ხარ ყველაზე უფრო ბინძურსისხლიანი. აი ეს ჯერ არ დამოიწყებია და ავირი. ბოდიში, აი, სო. ატო ისეთი კაცია სხვა შეიძლება ტრაკის აწევა ურჩიოს და თესლა ცხოვრება უსურვოს. ამ დროს თვითონ თავარი სადარდებელი ისა აქვს რომელ ანიმეს უყუროს. ერთ დღეს იფიქრა მოდი ნარუტოს ჩავთავ და ცოდვებსაც განვიქარვავ. ნუ პრინციპში ისეთი ყლევარ ბარემ ხელზე იტაჩი სტატუს დავიხატავ და დაიხატა. ახლა შეიძლება მითხრას მაი ბადი მაი ჩოის. ბიგე შერაგინდა ერთადერთი კაცი ხარ ვის პელეს ნარუტოს ყურებაზე აქითე кайფა და საცინი ხარ და დაგცინი. ზედმეც არაფერს საუბრობ. ისეთი ყლე ხარ მე მგონი შენს კაცად გაგზარდა ნარუტომ და აუ ჩემი კაი ისეთი ყლე ხარ მე მგონი შენს კაცად გაგზარდა ნარუტომ. საღამოობით ჩაუჯდება რამდენიმე სერიას უყურებს და ბონუსად ჰენტაის დაურთავს. თავის პირით აქ ნათქვამი რომ შვილი რო 9 წლის გახდება დასვავს და ნარუტოს ძალით ჩაურთავს და კვირდები რომ ყოველთვის გაგახსენებ მაგ სიტყვას. აქედანვე ხვდები რომ შენი შვილი არ გიყვარს. აქედანვე ხვდები რომ შენ მომავალშვილს საჭირო ზრუნვა აკლია. ბავშვებს რო ბავშვთა სახლში აბარებენ ცოდვაა და შენ რო ჩააბარო მადლია. ატოს ატოს მუშაობა ყლეზე კიდია, მხოლოდ კომპიუტერული თამაშებით იხალისებს. შვილი იმიტომ უნდა 40-ის რო იქნება სიგარეტის ფული 10 წლის ბავშვმა მისცეს. მე კი შვილისთვის თავსაც გავწირავ, ყველაფერს დავუტოვებ, რაც მაქვს და რაც ღმერთმა ინება. შენ კი შვილსაც დაუტოვებ, მხოლოდ კლავიატურა და მაუსი იქნება. და შეიძლება დამაჯვა იმაზე, რომ წავაგე ვექილთან და ბიგეს სიამწაგებას არ აღიარებს, მაგრამ მაგაზე სიტყვას ვერ იტყვი, რადგან მაგ სეზონში შენივე ძმაკაცებმა არ აგიყვანეს. ბრატები გვერდში მიდგანან და შენ სეზონზე გამოსვლასაც არ განდობენ და ბეთლზე შენიანი არავინ იყო, მხოლოდ ჩემი ძმაკაცები მოკვნენ. ამას ბრატები არც ეყოლება. ღამეს საკეიფოდ რომ დაადგნენ ამას ფული დაეხარჯოს და ტყილად ვერ იძინოს, მაგის ყლეა ახლა სომეხმა კაცმა ძმაკაცები შეიძინოს. ეს ჩემი გამოწვევით სასჯელებს თავად ვეითხოვს. ატოს ოცნებაა ყველაფერი უფასო იყოს. გეიმერი კი ხარ, მაგრამ არა მაყუთა სულ რო სეტაპებს აწყობ. არ მჭირდება სიტყვებით თამაში ჩემ საქმეს პირდაპირ რო ამბობ. ტექნიკის მაღაზიები ჩემგან ყიდულობენ ტექნიკას. იმდენი ბარია ტექსტებში მაგდენი მკვდარი არაა და მესაფლავეებს ვერ მიაქვს. მეთქი ჩემ ტექსტებს გამბარებს დავამატებ, მაგრამ ამასთან არ მჭირდება, ამიტომ აღარ ვისვრი. შენ ხარ ქართულის ესეში შეცდომით და წერილი წინადადება, რადგან ხაზები გადაგისვი. მეც აღარაფერს ვიტყვი და ამით ვასრულებ ვერც. შენ ხარ სკვიდვორდის ხვირი, ძალიან გავხარ. ყლეს რაუნდი. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სახელოსნო ბარში და ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. მეორე რაუნდი, ატო. Hey yo.
მე ვა ლირიკოსი, მაგრამ ცინიკოსი, ცუდი მერიკიფე, ვასხამ დიდი დოზი, ჩეხარ ნაზი ბიჭი, როგორც ცირკის ბოზი, ლატენტური გეი, ყოველ დღე ჭამსოსი, შაჩი არ მასვენებ, როგორც სირიბოსი, უგო უნდა მახე, მოდის კრიტიკოსი, უნდა გაჭამო სირცხვილი დიდი კოზით, მერე ექიმთან გაგიშვებ დიაგნოზზე, მაგრამ ვირტუოზი, არის ჩვენი ბიგესა ჰიპ-ჰოპის, ოღონდ მარველს დიში ურევს, დაუშვათ ფილმები არ გაქვს ნაყურები შეფასების დროს და უჯერე ყურებს, კინოა ხურებ, შენი წონა სასწორზეა და არა რეპში, შენ ამით მხოლოდ ის დაიმსახურე, რომ გასწავლო რა როგორ ჯდება რითმებში, ეხლა უყურე ძალიან თესლობა იქნება. შენ ხარ რიგითი, მე კაპიტანი რანგით, შენივე სეტაპს უკან ვაბრუნებ, ვარ ბუმერანგი, შენ ჩალიჩოფრო, მე ვჩალიჩოფრო, ბლიად ერთი ხმაური რა. მე ვჩალიჩოფრო პანჩლაინები თესლად wordplay ფუტო, შენ ჩალიჩოფრო სეზონის ბანკი სახელები და ლექსით ლუთო და თუ აქამდე ვერ მიხვდით რა არის მორალი, ბიგესას უბრალოდ უყვარს ბევრი დოლარი, რადგან ის არის მწვანე, მაგრამ ისმინე ძმაკაც და დაიხსომე კარგად, ფულს სუროთ ცეცხლი წაუკიდო, მაინც ვერ აქცევ ლამპრად, ამიტომ მე გადავწვიე ეს ბანკი და დავიტოვე მხოლოდ ის რაც ხურდა, ბიგესას ჩემთან მარტივი გასეირნება სურდა, მაგრამ მისი ნამდვილი სახე უკვე კარგახანია დავწვი და მისი ფასი კაპიკი კი არა ცენტი, მონეტა უკვე ავაგდე განაჩენის გამოსატანა და მას ელოდება დენტი და და როცა ჩაინიშნა ბეთლი, მე ფურცელზე ვწერდი, მაგიდას თავი ვურტყი გავაქრე ფანქარი ერთ დღეში. შენ ჩატში წერდი, რომ თითქოს ყველა კარტი შენკენაა, მაგრამ გადავინახე ჯოკერი, რომ დაგირევერსო ფლეში. რადგან მე არ მჭირდება დოქტორი, მანჰეტენის პროექტი რომ გავაკეთო, უკვე შუბზე გახატია სამიზნე და ერთი გასროლით შემიძლია მსუქანი კაცი ავაფეთქო. კამერას ზურგით მოუძებ. ოკეი, ანუ ვაკეთებ headshots როგორც deadshot-ი და შენ გაფრიზავ, მისტერ. ანუ ისა რადგან ტექსტის ძალა wordplay-ს და რეფერენსებს მივანდე, შევჭამ თქვენს გულღვიძლს და ვაყოლებ ლობიოს გარნიშს და იტალიურ კიანტის. შენ კი აირჩი ამ თვითმკვლელთა რაზმში, იქნები მკვლელი ნიანგი თუ გახდები დარაჯი ხალხის რეაქციის და იქნები ქუთაისელი კომედიანტი. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ერთი რამ ფაქტია, მე მოვიტანე ის, რის გამოც ხალხმა ბილეთი იყიდა და ამდენხანს იცადეს. და ყველა მიცის, რომ Big S-ი გულზე არ მეხატება, მაგრამ ბეთლის მერე სუპერმენს ყველა მე და მიზახებს. ახლა, კაროჩე, ისა back to back-ზეც მოგიყვებით რა. წინა ბეთლის მზადებისას კალათბურთზე გავაძრე თესლის ეტაპი. ესეც მოიხოდა ფეხბურთზე ვიზავო გავიტან როგორც ოლის ეტაპინს. მეთქი საკაიფო პანჩები გჭირდება. ვუყურებ ჩats ერთი კვირა არაფერი გამოუშვა. მე აღმოვაჩინე რომ ქუთაისშია. კაროჩე ნორვეგიის ფანივით მე პანჩებზე ურტყავ და ამა მოუსვა. სუეჩი წამერთვა ფერი თან დამიბარა შენ დაიკიდეო ერთი კვირა ველოდი ამ განდონს არა და ლაინებს წერ ღმერთის ხელით მარა ეს ეტაპი მე არმანდო მარა დონეს მაინც განვაგებდი აქ მე ამიტომ ამას ფეხბურთით უნდა ჩაეჭიროს გვარების ჩამოთვლით რო კეთდებოდეს საქმე წინა სეზონში თავს გაიტანდა ასე მიროც აი ასე ვკაიფობ მხოლოდ თესლი ლირიკით რა მოსაწევი ან რა ბიო შენ უბრალოდ გვარების ჩამოთვლით აბოლებ ყველას და ამით იგინდა ხალხის გონება რომა რიო ალბათ მაგიტო მოიტანე ფეხბურთ ინგლისელების გვარები სტონსი ჩათხარე საფლავის ქვებზე მაგრამ მაინც ვერ გახდები პელეს ურო ყველაფერი გარითმო ეზე ახლა ჩემს ახლა ჩემს არსენალს აკვირდება აქცენტირებულად ფიქრობს ეგი რაია უკეთეს დაწერდა თვითონ მარა კიპერი აქ მე ვარ გარანტირებულად და რა ჩემი ბრალია შენ თუ ასეთი უნაირო ხარ სიმონ ყველამ ნახა ახლა სანდრო როგორია ვერი ფრენს კაჭკაჭი ვიცურო ფრთები ამოუვიდეს ვერც მილანში ნახავს ტანსაცმელს თავის ზომას რადგან ღვიძლი ძმა ამის ნაყროვანება და ის არის კუჭის მონა ამ ბედზე არ ვაპირებდი შევხებოდი შენ წონას მაგრამ კატლეტის პირთა მიტანის ვარჯიშით გული არ ექცა კუნთად როგორც ლის ამიტომ მიწონი სანდრო ტონას ერთი ხმაური აი ასე აკეთებს ფეხბურთელი სეტაპს ფეხბურთზე დღეიდან შეგიძლია გახდე ჩემი ფანი და როცა შემდეგი ბეთლი ჩაგენიშნება გვარების ჩამოთვლით არ დახარჯო ინფანტილურად ჯანი
მე მოუარე მთელ მსოფლიოს ჩემპიონებს წავართვით ახტრევანი, გავიტანეთ 13 გოლი როგორც ჯუსტ ფონტენმა, შენ კი გაასხი და ხარ უბრალოდ შადრევანი. ბეთლ რეპის ერთი ინსაიტია, რომ ფეხბურთს ადარებს ყველა. ეს ყველაფერი ძალიან მეკრინჯება, მაგრამ თავს ვერ ანებებ, ვერა. ზოგს პელეობა უნდა ზუსტად ეგრე იწყებს წერას, ზოგი ძიძახის ჩემი სკილები გაცდა პელესო და ასე ცდილობენ თავის შველას. მე ყლეზე მკიდია გოუთობა, გოუთი არც სახელად მინდა არ წვერად, მაგრამ თუ ფეხბურთზე მიდგა ბაზარი, კარგად გაიაზროს ეს ყველამ. არ მინდა ვიყოს სუნიანი, საქონელი და გვირგვინი მედგეს რქებად. ამ თამაში მე ვიქნები არონ რემზი, თუ ჩემი გამაქვს ვიღაცა კვდება. რაუნდი. მეორე რაუნდი ბიგეს Короче, მეოთხედფინალების დღიდან არ მასვენებს ერთი რამ და გულზემადევს ამება, რომ არ ჩენ ხარ იანგ მაიკი, არ დიჩია მასტერი, მაგრამ რატომღაც 3 საათი გეჭირა კამერა. გადაღებები როცა კუჩის დაძდევ და სხვების ადგილსაც ჩენ იკავებ, სხვებსოცა უღებენ სხვების კურტკებს და ჩანთებსაც ჩენ იკავებ. მაგაში მგონი მაყუთი უნდა, არა და უანგაროდ აკეთებს, ვითომ შენ ხარ ნაბოზარი პოლიციელი, მუდამ დაჭერაზე ფიქრობ და მე რეალურ მიზეზს გეტყვით, თუ რატო იდგა ჩმორივით კამერასთან და არ ჩამოდიოდა ქვევით. ამიტომ დავდგები და კიდევ გავშლი ერთ თემას აქ. ატო არის ამ პროექტში მეორე ტიპი, რომელსაც კარგი ურთიერთობა ყველასთან იდგება კამერასთან უკან არ დაუდგება არავის და გულისწყეტაც არ იქნება და ჩვეულებრივი ადამიანის თვალში ატოს ქცევა პროჭულადაც არ ჩაითვლება, მაგრამ მე ვიცი რეალობაში რანაირიც ხარ შე თესლო, მხოლოდ ხინში იცი ბრატობა, მაგრამ გასაჭირში გადაიქცევი 29 წლის განდონად, რომელიც პელემერთხელ უკვე გახია და ახლა აღარავის ჭირდება, ამიტომ შენი საბოლოო ადგილი რაიმ რუცი კი არა რაიმე ნაგავსაყრელი იქნება დღეის მერე დღეის მერე გაჯმეინებული ხარ აქიდან ძალიან წუხარო მემედრები შენ ხარ დურაკაში ვერ გაჭრილი კარტი რადგან გვეტენები დამაწყვიტე შენი დამაწყვიტე შენი შეტევები, დამაწყვიტე შენი ბარები, დამაწყვიტე შენი შედევრები, დამაწყვიტე შენი კალმები, დამაწყვიტე აუ დედა შევეცი ხელა ხა ერთი დამაწყვიტე შენი შეტევები, დამაწყვიტე შენი ბარები, დამაწყვიტე შენი შედევრები, დამაწყვიტე შენი კალმები, დამაწყვიტე შენი ყლერითმები, დამაწყვიტე შენი ფანჩები, დამაწყვიტე საფეხბურთო ლაინებიც, ტვინი მოგვეტყნა ატო უკვე კრაუდიდანაც გარბიან, მე ვარ პავარი და შენ ბურთი რადგან დღეს ჩემი ფანჩები აქჭრიან, შენი ბეთლებია კატასტროფა, დიჩის ეგ ჯერ კიდევ ვერ მოუწვია, ორჯერ გაბეთლავა სეზონოვზე და ორივეჯერ ბილეთების უფასოდ დარიგება მოუწია. კაროჩე რაღაცებს ვერ გებულობ. აზრები სწორად არ დგება, რომ რაიმ რუცის შიდა სამზარეულო ადგილი სადაც პროჭობები ხდება. ახლავე ახსნი თემა რაშია და ამას ვიბაზრე ბიოლად. ატოს თავის პირით აქ ნათქვამი რომ ვიღაცებისგან ხვედეს რაუნდები ბეთლამდე იცოდა და ეგ არის პროჭობა, ბიჭო. კი ყლე რაუნდი იყო, მაგრამ ასეთი საქციელები არ დადის ჩემამდე. ჩემი რაუნდი რო წყალი არ არის, მაგასიც იცამტკიცებს რომ არ გაჟონა ბეთლამდე და შენ ნაბოზარო და შენ ნაბოზარო ჩემ წინდგომამ თავში როგორ გაგიელვა, ეგ როგორ გაბედე, როცა ხვედეს რაუნდები წინასწარ იცოდი და მაინც 50-50-ზე გაბეთლე და იცოდე რომ ამ ბეთლის მერე უეჭველი დაგჭირდება მოვლა, რადგან ძლივს მოუგე ტიპს, რომელსაც მაგრად მოუგო თოვლმა. შეიძლება ვინმე მიფიქროს რომ ეს არ არის ჩასაჭერი თემა, მაგრამ შენი კაცურიდან გამომდინარე, როცა ხვედეს რაუნდებს გიყვებოდნენ, უნდა გეთქვა რომ ჩაეგდოთ ენა, მაგრამ არა უსმენდი. ნახევარფინალში გავალო, ფიქრობ და არტური, ხვედესთან ეგრო დაგჭირდა, მიტო ხარ სომეხი, ტაქსისტის, მანქანის, ბარდაჩოქში ნაპოვნი, განდონი და შენი სეტაპი, შენი ვორდპლეი გადამაწყვიტე, მიწევს მაგათი დანცობა, რადგან ჟიურიმაც იცის რომ ტექნიკაზე მეტად არტურ ფასდება კაცობა, ამიტომ შენაირებზე სროლაც არ მენანება, უამრავი მაგტყვია, შენ ხარ ლადომხეიზე გარეგნულად გავხარ, მაგრამ კაცის არაფერი გატყვია. და ყველამ სგონია რომ გადამკვდარი ბრატები ვართ, რადგან დავუდექი პარაში, მაგრამ სიმართლე ისაა რომ წყვილში შემომთავაზეს ამასთან დგომა და მეც დავეთანხმე ამაში, მაგრამ რასაც ხალხი ჩვენ ურთიერთობაზე ბაზრობს არის სუფ და დოგმა, რადგან ქუთაისელისთვის ასეთ ბრატობა არ არის ნორმა. ხო და კიდე ერთხელ გეუბნები რომ მე არ ვარ შენი ძმაკაცი, გასვლისას ხვდები დღეებთან, რადგან მხოლოდ მუტლები მეგობრობენ შენაირ ყლეებთან. ატო ფიქრობს რომ ყველას მოუგებს წილქვეშ გაიფენს, მერე დადგება ამ გვამებს რომელიმე ნაგავსაყრელზე წაიღებს, მაგრამ გადახედოთ მის რეკორდებს. ამატერასუს ტექსტი დაავიწყდა, ძლივს მოუგო ხვედეს, ნახევარფინალში ამის სახით სახელოსნო ხვეტეს და ძლივს მოუგო დოუბზის. არც მე მაქვს რამე მიღწევები, მაგრამ არ ტვინი მიმაქვს. მაგის ბიგ ღირსი ხარ, ბიგესამ თავის შამბალა გირტყას, თავი pound for pound ნომერი 1 გონია,
ობიექტურად გეტყვი რომ არც უდი ხარ და არც კარგი შენი ბაზარი ნორმია გეუბნები რომ ამ ბეთლის მერე ბეთლემსა დაღარსა დარდგები და შენი სუბიექტურობის გამო მალე მგონი ჟიურიში დადგები და ჩვენი B2B ბეთლის კომენტარებიდანაც იგივეს ვიგებთ და ჩვენი B2B ბეთლის კომენტარებიდანაც იგივეს ვიგებთ და მხოლოდ შენი დამსახურებაა რომ მაგ ბეთს ვაგებთ და ვერ ვიგებთ კომენტარებში მხოლოდ ჩემზე სტიჩზე და დოგზე ბაზრობენ ციტადება ჩვენ სამის ლაინებს აზრობენ ატო აქაც გამორჩათ შენ მაინც იძახი რომ ჩვენ სამზე დიდი ხარ მაგრამ შენ ხარ ყვერები ყველას ყლეზე კიდი ხარ თავიდან ვერ ვაფასებდი ატოს უსახსრობას მაგრამ მე მივაგენი მის დონეს აღმოვაჩინე რომ რატომღაც ატო წვეს დათმას მხოლოდ ბეთლის წინ ისწორებს მეთქი რა ხდება რა ღირს თმის შეჭრა ამდენი და გავარკვიე რომ ატოს თავისი რომელიღაცა ნათესავის ბარბერშოპთან აქვს ბარტერი თავის რომელიღაცა ახლობის ბარბერშოპთან აქვს ბარტერი ერთი ხმაური წინაზეც უნდა გაევლო იგივე პროცედურა, მაგრამ სალონში არ ქონდათ ადგილი. ამიტომ ატოსთვის ბეთზე გამოსვლა აღმოჩნდა ძალზედ მარტივი. მე შევთავაზე ფულზე დაჩალიჩება ბარბერში წასვლა და თავის მოწესრიგება ისეთი სელფქია, როგორიც მე ვიცი და ატომ პასუხობს. არა უშავ შეჩემა დღეს უთს ჩავიცვებ ქუჩა, მოვიფარებ და თმებს უფასო და ამ დღეებში შევიჭრი. თმის შესწორებას არ ურჩევნია მოწიოს. უკეთესი ლურჯი ქემელია. შენი თმადაწვერი ჩემ ოთახს მაგონებს მუდამ მოუწესრიგებელია. სხვა სომხები ფულს მაინც შოულობენ და მე არ ხარჯავე რომ მომავალში რამეზე არ ედარდოთ. ეს ისეთი პროჭი სომეხია ფულსაც არ შოულობს შემთხვევით არ დაეხარჯოს. წვერის შესწორებასაც ფული ჭირდება, შეყლეო ლარიღის, ბიკი იყიდე, გეყოს უკვე სხვების შრომა, რამდენ ხას ყლეზე იყიდე. ამ ყველაფრის მერე ხარ ერთი მოუწესრიგებელი ბომჟი და გნიდა. შენ ხარ ტიპი, რომელიც თემუსლინკებს აზიარებს, ტრაქს არ ამოძრავებ, მაგრამ ყველაფერი უფასო გინდა და წინაზე მითხეს რომ ვექილთან დამაკლამ წარე თემებზე ყურადღების გამახვილება, ამას ჟიური მეუნება, მაგრამ დღეს ისეთი აქცენტები გავაკეთე ინგა გრიგოლიასაც შეშურდება რაუნდი. ჯანდობა. მესამე რაუნდი, ატო. პირველ რაუნდში გასწავლე კაცობა, მეორე რაუნდში სეტაპის აწყობა და ხალხიც მიხვდა რომ ბიგესას ჭამა უკეთ გამოსდის. რაიმენ დრუცის ჩატში იციან რომ ბიგესას უყვარს რძიანი სოსისი, რადგან მოწონს როცა გრძელი ხორცი უდევს პირში და თეთრი სითხე გადმოსდის. ეს ხალხი შენს მონაწერს ჩატში ყოველთვის კითხულობს. სადაც ამბობს რომ მისი უბნის მარკეტში ბაგია და აქციით სოსის 20 ლარის ნაცვლად 12-ში ყიდულობს. რა იყო შეჩემა სომეხი ხარ? ხო ხედავ ამაზე მე უკეთ ვღადაობ. ამას არ ჭირდება დამტკიცება დოკუმენტში. ისეთი ცუდი ხარ სომეხი რომ ყოფილიყავი შენ სტრეკებს არც კი მოусმენენ ქობულეთში. მაგრამ ყველაზე ცუდი თვისება ისაა, რასაც წინა ბეთლის მერე აკეთებდი. დოკმა დვარნიაშკა როგორ გითხრაო, წამო ვაკაჩაოთო მაკეზებდი. ისეთი არარაობა ხარ. წაგება ვერ აიტანე და მოგინდა ჩვენ ძმასთან ჭუჭუ გაწელო. შენ ნაბოზარო პაჯი გაწელო. ისეთი ბინძური ხარ, წურავს ხვის ბრას რომ შენ გამოხვიდე სუფთა და დაბრალდეს სხვას და სთავაზობს ხვებს აგრესიას განაჩენად, მაგრამ მე არ მჭირდება შპილკაობა შენაირების გასაფენად. ჩემი იარაღია სიტყვა და ვბაზრობ მხოლოდ სიმართლეს, არ დამიტოვე სხვა გასაქანი, აბარატო ვიმოქმედო, ხელით ქუთაისელი ხარ და შენთვის დაჟე ძნელი ასატანია, დაჟე შალაბანი. ოკეი, ერთი ხმაური. გახსოვს წინა ბეთლზე დოგს უთხარი ცარიელი მუშტებით თავებს ხეთქავო. ხო და ვიფიქრე მაგ თემაზე ხო არ ჩაგაჭირო. ხალხის ბევრს იცინებდა, მაგრამ ეშინია შემთხვევით შენი დრაკონი არ გავაღვიძო. ბიჭო, ისე კრაისლერი ბევრს გიწვავს. ივასთან პარაში ასწორებს. თაწმინდიდან არ გიჭირს სიარული, შეჩემა როგორ ეგუები ამ საცობებს. მარა გეგონა დაგვაყლევებდი, მაგრამ ვიცით ვინ ერბო, ვინ ქონი აქ. მოსესთან სულ ორი საერთო გაქვს. სუკანი ხარ და სეზონი ვერ მოგაკ. რა შეეხება იმენა კონკრეტულად შენს ლაინებს რა? ის ხო ყველას გახსოვთ. ტარიელად რო დაბადებულიყავინ ესტანდარეჯანი ყლეზე დაგიკიდებდა. ახლა უნდა გასწავლო რომ ბეთლის სხვანაირად იწერება და ჭკუის განძრევა ჯობს ვიდრე ხელის. მომისმინე ფატმან ტყუილად შემა დარეჯანი შენ ხარ цаრიელი ფურცელი რომელსაც დღეს ჩემი კალმის ტარიელის. ამ ბეთლის მერე არ გეღირსება კარგად ძილი. შენ ყებ როგორ ძაღლი, ამიტომ მე არ მინდა ამავთან დილი.
უკვე ყველა მისწავლა რომ punchline-ი არა, უბრალოდ სახელები ჩამოთვალო და ისტორია მოყვე. ისეთებს დაგმართებ ვიდეოს რეაქციის დროს ატირდება უცხო მოყმე. აღაზა მინდია ალუდა ამ სახელები თუ რაუნდი უაზროდ გაწელა რამდენი ფსევდონიმი მოირგო თუმცა ვერც რუსთაველი გახდა ვერც ვაჟა ფშაველა მთელი ქართული ლიტერატურა ძმამერთ ლაინში დაცალა ტიპს თავი ამატერას უეგონა მე-11 კლასიდან აიღო მასალა კაიღო ისე ცხოვრება უსამართლოა. დოკისგან და სტიჩისგან მომიწია ჩემ შესახებ როუსტები მესმინა ჩინური ოქსიმირონიც მე დამიძახეს, მაგრამ წიგნებზე ბაზარს მთელი მესამე რაუნდი ბიგესამ შეწირა. თან წარმოიდგინეთ, რამდენი უნდა მეთმინა. ორი ტიპი ადგა და მთელი სამი რაუნდი გაშალა ჩემზე. შენ კიდე იმდენად უინტერესო ხარ სამ რაუნდში სამჯერ დაგაჯვეს და სამივეჯერ სიმსუქნეზე. მაგრამ არა კინაღამ გამომრჩა. ისიც გითხრეს, რომ ყლებავში ხარ და თამტირალა. პეთლი წამაგებინესო პროჩი თითი შეიყო და იმენა დაიტრიალა. მაგრამ ჯიური სწორიკულა არ დაგიწერა კი არა. დაიჯუ ვერ გიშველა ვერც კომენტარებში ხალხის პიარმა და შენ დებიუტმა ჭეშმარიტებას ვერ გაზიარა. ერთი ხმაური. რომ გაატარო შენი ხედვა სულ სხვა პრიზმაში, არ უნდა გაცვალო განვითარება ორცალ ბიგმაკში. არ გჭირდება განათლებაო თუ ფიქრობ მაშინ რიგით აგურად დარჩები ისე როგორც ჩაქუჩი ბავშვი. ახლა რაც ვიბაზრე, კარგად გაიაზროს ჯობს. რადგან ხო იცი ის მოიგებს ვინც მოიცდის. დაგაგდე მიწაზე ჩაგაჭირე როგორც ჯორჯს და ფერი გეცვალა და დაგისეტაპე პინკ ფლოიდი. ვერ გამტეხავთ ეს მოსიარულე ჩაქუჩები, სანამ ცოდნას განვითარებას უმატებ, არ ჩამქრობია ნიჭი და თუ კიდევ ერთხელ მომიყვანთ ბედზე ამნაირ ჩაქუჩს, იცოდე რომ აუცილებლად მოვიტან უროსმე დიჩი. დავლე თქვენს ბინძურსის ბაკლით, უნდა გაგიკეთოთ ჯადო. იქნები ჩემი ჰორი გუჩი თუ რულეტკაში რვიანმა ჩადო. აი ასე იწერება თესლი ლაინები, სანამ თქვენებია იზი ანუ მარტივები და ამ წამს გავაკეთეთ სეტაპი UFC-ზე, რომელსაც გაიგებენ მხოლოდ ნამდვილები. ნახე, უროსმე დიჩი ბაკლი, ჰორი გუჩი იან მაჩადო. ძალა საკმარისი იმისთვის რომ მოკვდეს მტერი. დროზე დაიწყეთ აკაპელა შემდეგი სეზონი, რადგან აქ მე ვარ ერთადერთი და ნამდვილი კონტენდერი რაუნდი. სანამ ეს სამი რაუნდზე გადავალთ შენს წინა რაუნდზე მინდა კომენტარი გავაკეთებ, იმიტომ რომ ხალხმაც გაიგოს რა. აი ხვედეს რაუნდები გაბაზრდა და უზარე რაიმენ როცი შიდა სამზარეულო არაფერ შუაში არა, უბრალოდ არტისტებო ყალებს ნუ მოუყვებით თქვენს რაუნდებს. ანუ შიდა სამზარეულო ვართ სამი ადამიანი, ჩვენთვის არ მოუყოლეთ, შენ რო იცი რა. ხო, არა, მაგიტო ვიძახი რა, ყლებს ნუ მოუყვებით. მესამე რაუნდი ბიგეს. მესამე რაუნდში რაზე დამეწერა ვფიქრობდი. წერა შემეზარა მეთქი ავსკროლავთქო და გავხსენი TikTok-ი. აქაც ატო შემხვდა. TikTok-ის ლაივებშიც გადის ატო, მაგრამ ამაზე ხმას როგორ იღებს ბიგესი, მაგრამ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც 200 ფოლოვერიანი აკაუნტის ბიოში ქისაჯის ლინკი აქვს მითითებული და ეგონია ბიზნესი. მესმის ინფლუენსერებს აქვს ქისაჯის ლინკი, რომ თავის კონტენტი განავითარონ და ამით კომპანიები მოიზიდონ და მათი მაყუთიც გაანიავონ, მაგრამ შენ, რომელმაც ქისაჯი იმიტომ შექმენი, რომ კაუნტერში უკეთესი სკინები გქონდეს, ადამიანი, რომელსაც ტრაკის განძრევა ეზარება სხვას ფულის ჩარიცხვას არ უნდა თხოვდეს და პირადი სიამოვნებისთვის დონაციის ლინკი არის სუფთა განდონობა და რო იცოდე ბიზნესი კი არა ეგ არის შეყლეო მათხოვრობა. ხო იცი რომ ყველაფერს სიმართლეს ვამბობ, მოგონებას ტყუილის არ ვიწყებ. დღეს ისედები გითხარი ამბეთლის მერე მგონი ამბეთლის მერე მგონი მუშაობას დაიწყებ. ადამიანის სიდებილესო საზღვარი არა აქ ფაქტია. ამას ამტკიცებს ატო. ტიპი, რომელიც პრავის თეორიის გამოსაზე თბილისიდან ქუთაისში ჩავიდა. კაი, შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ლოდინი შეეზარა და იმ დღეს ყველაფერი დაამთავრა, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაზე იყო. ერთ საათში თბილისში დაბრუნდა და პრაქტიკა მეორე დღეს რუსთავში ჩააბარა. და ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა ადამიანმა თეორია და პრაქტიკა ერთ დღეს ჩააბაროს ერთ ქალაქში, მაგ ყველაფრის მოგვარება ერთ დღეს კი არა შეყლეო შესაძლებელია ერთ საათში, მაგრამ ეს ჯერ ქუთაისში ჩავიდა, მერე თბილისში ჩაბრუნდა, მერე რუსთავში ჩავიდა. ორი დღე დაგულაობდა არტური. ნუ შეიძლება წინა დღეს TikTok-ის ლაივში იყო გასული და ქისაჯიდან
ჯოხია, მაყუთი, ეგ არ გავს სომეხის საქციელს, ქუთაისში ხარ, შეჩემა ნაკლები თანხა, დაგეხარჯება სრაზუ თბილისში, რასგარბი ხარ, ქართველებს ქართველობაში როგორ გვეჯიბრები, როცა სომეხობაშიც არ უარგი ხარ, კაი გაგდებული გეივით იძახის, რა ვქნა, ასეთი ვარო, 29 წლის ასაკში პირველად გასინჯა ბიკენტია და მე ტვის მოტყნავს, ქართველი ვარო. კაროჩე, ერთ დღეს რაიმლუცის ჩაჩი ატოს ვეუნების სირი ხარ მეთქი. საზუ პირად ჭირწეს ანდეხალში რას მეუნები ხო არ გონია ბეთლი. ყველა ბეთლზე სამდენი ხალხია შეჩემა, ამიტომ ბევრი არ იფიქრო. ყველა მიცის რომ ასეთი აფშენია გვაქვს და მეთქი ზედმეც რომ ქალიშვილობ. კაიომ წერს, ბაზარი არ არის. ვიფიქრე ჩვენ მაძმამ გაიგო და 15 წუთში ატოს Instagram Store-ზე ბიძე ცოდვილი დაიდო. მეთქი ჩვენ მაძმამ თავის შესაძლებლობები ბიძეც გარისკა, მოусმინე ვერს და თურმე ამყლემ გამდისა. ძმაკაც მეძახი შევეხუმრე გამდისა და დადო story. ელემენტარული რო გეშლება მიტოდ გახარ ზონაში და ხვდება კარიდორი. ტიპს ისე ეწყინა ჩემი ნათქვამი ცეცხლი გამიხსნა დამიწყო ომობანა. სულით რო ბავშვი ხარ იმაზე გეტყობა რო გევასება ნამიოკობანა. დავაი ნახუი შეჩემა დროზე აქიდან გაიქეცი. დამალობანა ჩენი სფეროა რადგან BDM-ის თემებზე ეგრე მოიქეცი. მაგრამ ატო რატო ადგებოდა და გაწირავდა ძმას. შენი ქცევა გავს ჩაგაჯვი ყურში და გადაეცი სხვას. მოდი ერთი ხმაური მოდი ჩვენს B2B ბეტზე კიდე მოვყვეთ რაღაცები. ბარემ ისიც ვახსენოთ რომ ატოს ტექსტებს წერენ მისი ძმაკაცები. აუ ჩემი. ბარემ ისიც ვახსენოთ რომ ატოს ტექსტებს წერენ მისი ძმაკაცები. აუ წავიკითხავ რა. ბარემ ისიც ვახსენოთ რომ ატოს ტექსტებს წერენ მისი ძმაკაცები. თემა სახლავე გავშლი არ ინერვიულოთ მაგაზე. გახსოვთ ის სეტაპი მე და ატოს რო ქონდა წამალზე. კაროჩე ტექსტები შევაერთეთ გავინაწილეთ და ვსწავლობ. ამ ხელა რაუნდის სწავლაზე იმენა მაგრა ვწვალობ. ტექსტი მაგაც მე უკეთესი მქონდა. ჩემი ქება თავიდანვე გაწერილია. მე ვეუნების საღოლ შეჩემა წამლებზე ასეთი სეტაპი როგორ ააგეთქო და მეუნება რომ ქილას დაწერილია. 29 წლის კაცმა სადაც შეძლო ყველგან ჩაიჯვა და დასაჭერი დაიჭირა. ტიპს ისეთი დანძრეული აქვს გოსტრაითერად ქილა აირჩია. წინაზე რადგან პელე ვახსენე დღეს შეიძლება ბრაზილიურ გუნდებზე სეტაპი ამიგოს და ფანჩად გამიჩითოს სანტოსი. ამის რაუნდებში ყლეობა რაც იქნება ქილასია. უფრო ყლეობა ატოსი. და ტყემალზე რო იჯდა მაგაზე ეკაიფე კაც წინაზე არ ხარ დოუბზი მაგრამ დღეს უნდა დაგსვა ქილაზე. ვიცი რანაირი მატყუარაც ხარ ამ ყველაფერს ხალხში არ აღიარებ. დამიძახე წუპაკა გოსტრაითერები ყავს მაგრამ მაინც ტრაგედიასავით დაგატრიალებ. შენ არ გაქვს მორალი. ამიტომ არ ვაპირებ რომ შეგიბრალო. ამ ბეთლის მერე ბანი მაგარი პრინციპული ყოფილვარო. შენ ხარ ყველასნაირი და მიტუ არ გიყენე ბახლოში. არ ხარ ხელოვნების ნიმუში მაგრამ მაინც ხარ ჩარჩოში. მაგარი ძუნწირუა ეგ თავისი ქმედებებით აღიარა. ისეთი კრიჟანია დაბადების დღე რომ ყოველ წელს არ გადაიხადა კინაღამ 29 თებერვალს დაიბადა. ასეთი ასეთი შუტკები ბევრი შემეძლო, მაგრამ უზომოდ ვეღარ თქვი, რადგან შენაირი ემსების გამოგონია თაკაურობას თენდაბი. ვეძებდი შენზე ინფორმაციას და რაღაც გამოჩნდა მეპზე. არ შემიძლია არ ვისაუბრო შენს გენიალურ ტრეკზე. კაროჩე, საიფერი უნდა გქონოდა დიჩიმ ტექსტი დააწერინა. სტუდიაში მიიყვანა გაუმიქსაჯერ ჩააწერინა. ატო მიფიქრა ბიძეთ შემიძლიაო და გონებაში ემსები დაადუღა. დიჩი მოусმინა ვერს და ბოზიშვილი ვიყო ეგ საიფერი საერთოდ გააუქმა. ატო მიფიქრა წყალში შრომა რომ არ ჩამეყაროს წუთ და 20 წუთიან ტრეკს დავდროპავ და ამით კაგმანდას გადავრევ. შენი სექსი და ტრეკი ერთმანეთს გავს ორივეს წუთნახევარში ამთავრებ. ეს 2 წუთსაც გაქაჩავს არსე რომ მიუშვა. ისეთი ყლეა ტრეკი ანიმეს მიუძღვნა. ამბობ რომ შენი ბარები უფრო მძიმე ვიდრე მიოლნირი თორის, მაგრამ შენმა ბარებმა სიმძიმე შეიძინა როდის. ამ ყველაფერზე როგორ საუბრობ, როცა კარიერაში არაფერზე გაქვს მიღწეული. შენ მიოლნირივით მძიმე ბარებს ვერ დაწერ, რადგან არ ახარ ღირსეული და წინაზე იყო? არ ვიცოდი ბრატ. და წინა და დალში რაღაცები ყლეზე მკიდია, მაგას შემოვდებ სხვენში. მხოლოდ იმაზე ვიბაზებ რომ ამბობ რომ ორი Rolls Royce-ია შენში და შენში კიდევ ბევრი რამეა. ბაზარი არ გადავიდეს ფუჩში. შენშია ორი ერერი და მე თვითონ ვარ რაიმენ რუცში. რაუნდ. აუ სირობა ძალიან. ოკეი, კაი. რადგანაც სეზონოფია პირდაპირ ხმას ვაძლევთ რა. ტექნიკური ნაწილი ატოს. ძალიან პიზდეცი ტექნიკური ნაწილი, სეტაპი, პანჩლაინი, საერთოდ ყველაფერი. ძალიან მაგარი. აგრესია შენი. როუსტი შენი. აი ამ ორ რაღაცაში ვორჭოფობ, მაგრამ კი ტექნიკური იყო, მაგარი იყო ძალიან. მაგრამ ჩემი აზრით
უფრო მეტი იმეიჯი უნდა მოეყენებინა, ამიტომ მე ვთვლი რომ მე შენ გაძლევ ხმას რა მაგიტომ. მარტო იმიტომ რომ ძალიან ბინძური იყო შენი ბექი რა. ამის ბექი იყო სუფთა. ნუ მარა ძნელი ნუ მაგას ხო არ ვითვალისწინებ სეზონოფია. ტელეფონის გამო მაშინ უეჭველი ატომ მოიგო 3 ავტოს გამოვიცე და აზრი აღარ აქვს. მე ხმები ვიტყვი რომ მე აღარ გადავწყვეტ. გაი, ბაზარი არ. ოკეი, მოკლედ. აქით ბაზარი ის იყო რომ თემა ისა რომ აი პირველი ძალიან დიდი იმეიჯი იყო შენგან. პიროვნული ბაზარი არა, თავიდანვე შეგვამზადე რომ არ მექნება ბევრი wordplay setup-ი, მაგრამ აი პიროვნულად მივაწვევი და გამოგივიდა, ძალიან მაგარი იყო, მაგრამ მეორე მესამე რაუნდში ის მოგივიდა რომ იგივე თემები ისევ დაატრიალდა, რომ 3 რაუნდი შინაარსი ჯამში მაინც გამოვიდა უფულობაზე, იმაზე რომ აი არ მუშაობ, აი ეგ ძალიან ბევრი გამოვიდა რა. ხო და აქით მრავალფეროვნება დავინახეთ ჯამში მეტი პიროვნულები ამასაც ჰქონდა, უეჭველი შენი უფრო მწარე იყო, მაგრამ თლიანი setup-ი იყო და ძალიან კარგი ფანჩები, ტექნიკაში უეჭველი, რაც რისთვისაც რაიმე დრუცია და походу მომზადებაშიც ახლა აშკარაა, ასე რომ ჩემი ხმა ატოს. ოკეი, მოგლეთ. ჩემი აზრი ეგეთია რა, პირდაპირ ვიტყვი რომ ატოს ვაძლევ ხმას. შენი ძალიან მწარე და პირადული იყო და ძალიან ისეთი მიზანმიმართული. ერთადერთი რასაც ვიტყოდი, რომ იგივეს ვიტყვი, რომ 3 რაუნდი ეს თემები რომ გადაგენაწილებინა, რომ ერთ რაუნდში ერთ რამეზე ჩაგეჭირა, უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით. და ერთი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცა იყო, რომ ამ კაცის ჰასლი რაღაცით რო იყო რა, სკინებს რითაც ყიდულობს რა. ანუ 2 რაუნდი იმას აჯობდი, რომ ფულს აშოულობო და მე იმასე რომ სკინებს რითი. კაი ხო გადაობა იქით იყოს რა. ატოს ქონდა ერთი ძალიან მაგარი თვისება, მოკლედ მისი ვერსები სუნთქავდა რა. ანუ ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა ქონდა, ჩასუნთქვა, ანუ ბარი setup-ი, ანუ setup-ი იყო wordplay-ით, მე სხვანაირი რაღაც ორმაგი მნიშვნელობის და ანუ კაროჩე მთელი ეს crowd-ი რაც აქ არის ჩაისვა ჯიბეში რა და მაგიტო ვაძლევ ხმას რა. ტელეფონი ვინ ამოიღო ვისამდეჯერ დაავიწყდა, ანუ ჩემს გადამწყვეტი მნიშვნელობა მაგას არ აქვს ამ შემთხვევაში. და ეგ არის და ეგ რა და კიდე ერთი თხოვნა რა, ის რა ქვია ტრაქს ყლეს და რაღაცებს რო ვახსენებთ რა, მოდი ისე ვახსენოთ, რომ ძალიან მაგარი იყოს და გამოვყლევდეთ და პროსტა ყლე და რაღაცები აღარ ვახსენოთ რა. ეგ არის და ეგ რა, всё. გილოცავთ ორივეს, ძალიან მაგარი იყო. ოკეი. ამ სეზონოფის გამარჯვებულია ატო. ეს იყო Raymond Roots აკაპელა, ჩვენ ვართ სახელოსნო ბარში, ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. შევხვდებით შემდეგ ვექილებზე.